ჯიუდოსა და სამბოში ერთ-ერთი ტიტულოვანი სპორტსმენი საღმრთელ გივი ზაუტაშვილს ყველა იცნობს. ის 60 წელზე მეტი ემსახურება ქართულ სპორტს. განსაკუთრებული ამაგი კი ჩვენი ქალაქის სპორტში აქვს გაწეული. მისი აღზრდილები არიან ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, მსოფლიოს ჩემპიონები თემურ ხუბულური, კობა კურტანიძე, ჯემალ მჭედლიშვილი და სხვა დიდი შეჯიბრებების გამარჯვებული მოჭიდავეები. გივი ზაუტაშვილი დღეს იუბილარია, ის 87 წლის გახდა. მე ვარ 87 წლისა. დღეს გავხდი 87 წლისა. ბავშვობიდან ვჭიდაობდი მე და ეხლა მივყი ამას მე. ვია შემოვიდა საბჭოთა კავშირში ძიუდო და მარტო საქართველოში კი არ მოხდა. თელ საბჭოთა კავშირის მწვრთნელებმა გაიარეს სემინარები. საქართველოდან მე ვიყავი, ცხონებული პაპიტაშვილი, მაზიაშვილი, სემინარები გავიარეთ და იქ თავის წესები ჰქონდა ძიუდოს და შევისწავლეთ და მე ჩვენ მოსწავლეებს გადავეცეთ. ჩემი დარბაზი იყო ხოლმე ბამბევის სოვიეთის კომბინატში შიგნით იყო. იქ გაიზარდნენ ჩოჩიშვილიც, ხაბარელიც, ხუბულური, გოგიჩაშვილი ბორისა და ფელია მჭედლიშვილი ჯემალი და ბევრი თაობა. რამდენი მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები წამოვიდნენ იქიდან. ყველა ახალგაზრდას თავისებურად და მითითება. და მე იმ პერიოდში მიხდებოდა სკოლაში დავდიოდი ხოლმე, იქ ვარ შევიდი ხოლმე ბავშვები და ვეკითხებოდი სკოლის დამრიგებელს იმ კლასისას, აი ეს ბავშვი როგორია რამე და აი მითითებით ვზიდი მეუნა. დღეს აქ შემოდივა დარბაზში და ხანდახან მწვრთნელებსაც ვადლები და მითითება. ვარჯიშზე მოვდივარ ხოლმე აქ, მაგრამ დილით ფიზარიატკა ყველა ჯამთელმა კაცმა უნდა გააკეთოს კაცო. და გინავატყობა ჯამთელი რო იყო, უნდა დილით ორგანიზმი გამოაფხიზოს. აი ეგ ტრენაჟერები ხო არის, გამოვდივარ ხოლმე დილით მადაც ვარჯიშობ. დღეს ჩვენი სკოლის სახელით, გურამ პაპიტაშვილის სახელობის სკოლის სახელით მინდა მიულოცო ჩვენს პედაგოგს გივი ზაუტაშვილის დღევანდელი დღე იუბილე, უსურო ჯანმრთელობა, რა ვიცი, კიდევ ბევრი წლები იყოს ჯანმრთელად და მოღვაწოს სპორტის გარეშე ვერძლებს, ხედავთ როგორ ასაკიანია, მაგრამ დღე არ გავა რომ არ მოვიდეს და თითქმის მთელი დღე დარბაზში ატარებს, იმიტომ რომ დარბაზის გარეშე ვერძლებს. მრავალი ათეული წლები შეალია თავისი ენერგია და ძალა სპორტს, ძიუდოს და მის ხელში გაიარა ძალიან ბევრმა სპორტსმენმა, გაიზარდნენ, ჩამოყალიბდნენ და საქართველოს მოუტანეს დიდი შედეგები. ძალიან მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი, ჩვენ მოვალენი ვართ, რომ დავაფასოთ მისი ღვაწლი, ჩვენ ახალ თაობას გავაცნოთ და იცოდნენ რა პედაგოგების ხელში გაიზარდა ეს თაობა და ძალიან კარგია რომ ახლა კონტაქტში არის ამ ახალგაზრდობასთანაც, დღესაც ძალიან კარგ რჩევებს იძლევა და სასარგებლო არის დღეს მისი მუშაობა.